საღამო მშვიდობისა. დღეს შაბათია და როგორც ყოველთვის სტუდია მაესტრო წარმოგიდგენთ პატარა ტელეთამაშს სახელწოდებით სიტუაცია პლუს. თამაშს მათთვის, ვისაც არ აშინებს არანაირი პრობლემა თუ დაბრკოლება, რადგან იცის თუ როგორ დააღწიოს მათ თავი, თანაც არა ტრადიციული, არამედ ორიგინალური გზით. მას ასე ორიგინალურად მოაზროვნენო, კარგად მოკალათ თქვენ სავარძლებში და მოემზადეთ მორიგით ჩახლართული ისტორიის სანახავი. როგორც იცით, ჩვენი თამაშის წესების მიხედვით გამარჯვებული გახდება ის, ვინც მოახერხებს სიტუაციიდან თავის დაღწევას ყველაზე ორიგინალური გზით. ანუ თქვენ უნდა ეძებოთ და აუცილებლად იპოვოთ გამარჯვებულს, ანუ ყველაზე ორიგინალური გამოსავალის ავტორს, რა თქმა უნდა, ელის პრიზი. დღევანდელ თამაშში კი თქვენი ორიგინალური აზროვნების ჯილდოდ დაწესებულია რადიო მიმღები. დღევანდელ თამაშში ჩვენ შემოგთავაზებთ სიტუაციას, რომელიც ვფიქრობ არ უნდა იყოს უცხო თქვენთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისათვის. შედარებით ასაკოვნები კი უბრალოდ გაიხსენებენ ახალგაზრდობას. უყურეთ, უსმინეთ და იფიქრეთ გამოსავალზე. მას ასე, ყურადღებით. ეს ამბავი ერთ ჩვეულებრივ დაწესებულებაში მოხდა, რომელსაც ჰქონდა გრძელი დერეფნი, ფართო კიბეები, ფართო ფანჯრები. ამ დაწესებულებაში ყოველთვის უამრავი ხალხი ირეოდა, რომლის უმეტეს ნაწილს წარმოადგენდნენ ახალგაზრდები. შენობაში ეკიდა ზარიც, რომელიც დროდადრო რეკავდა კიდეც, რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგია უწყობდა ხელს, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. როგორც ალბათ უკვე მიხვდით, ეს ის დაწესებულება იყო, რომელსაც ხატოვნად ცოდნის კერას, უკაცრავად, ხო, ცოდნის კერას უწოდებდნენ. არა ხატოვნად კი უბრალოდ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას, მოკლედ ინსტიტუტს. ეს ამბავი სწორედ ამ ინსტიტუტის ერთ-ერთ სტუდენტს გადახდა, რომელიც სწავლობდა ქიმიის არა, ისტორიულ, ან სულაც იურიდიულ ფაკულტეტზე. თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა, მოკლედ იგი ერთ-ერთი ფაკულტეტის სტუდენტი იყო. ცნობისათვის, ჩვენი ახალგაზრდა გმირი საკმაოდ ნიჭიერ და იმედის მომცემ სტუდენტად ითვლებოდა. მართალია იგი მაინც და მაინც თავს არ იწუხებდა ლექციებზე რეგულარული დასწრებით, რაც სხვათა შორის ძალიან არ მოსწონდათ ლექტორებს, თუმცა ეს ფაქტი არც ისე მოქმედებდა მისი განათლების დონეზე. ერთი სიტყვით, ჩვენი გმირი საჭიროზე ოდნავ მეტადაც ნაკითხი და ერუდირებული ახალგაზრდა იყო. ჩვენი ნაკითხ ერუდირებული სტუდენტისათვის არსებობდა ლექციები, რომლებსაც მონდომებით ესწრებოდა, ლექციები, რომლებსაც ხანდახან ესწრებოდა და ლექციები, რომლებსაც ძალიან იშვიათად ესწრებოდა. სწორედ ამ უკანასკნელ კატეგორიაში შესულ საგანს კითხულობდა ინსტიტუტში ერთ-ერთი ღრმად პატივცემული და თავის თავში ღრმად დარწმუნებული არც თუ ისე ასაკოვანი ლექტორი. ეს იყო ლექტორი, რომელსაც უყვარდა სავსე, უკაცრავად, ხო, სავსე აუდიტორია, სრული სიჩუმე და ამ სიჩუმეში საკუთარი ბრძნული აზრების ენერგიულად ბრქვევა. როგორც ალბათ უკვე მიხვდით, ამ ღრმად პატივცემულ ლექტორს ძალიან არ ესიმპათიურებოდა ჩვენი ერუდირებულ ნაკითხი გმირი, რომელიც ხშირად ასცენდა მის ბრძნულ ლექციებს. ერთ მშვენიერ დღეს კი, ერთი მშვენიერი ლექციის დროს, როდესაც ამ არასიმპათიურმა სტუდენტმა მის ერთ-ერთ ბრძნულ აზრში ეჭვი შეიტანა და კამათი გაუმართა, ლექტორის განწყობა მის მიმართ რატომღაც კატეგორიულად უარყოფითი გახდა. რას იზამ? ღრმად პატივცემული ლექტორი იმ ლექტორთა კატეგორიას ეკუთვნოდა, რომელსაც მაინც და მაინც არ ეხატებოდა დგილზე მათზე გაცილებით ჭკვიანი სტუდენტები. მას შემდეგ ლექტორის შემთხვევას არ უშვებდა ხელიდან, რომ როგორმე არასაკმარის ცოდნაში გამოეჭირა ჩვენი ერუდირებულ ნაკითხი გმირი. თუმცა ეს მცდელობა ყოველთვის საპირისპიროდ ტრიალდებოდა. ჩვენი გმირი მართალია ტაქტიანად, მაგრამ მაინც აშკარად აგრძნობინებდა ღრმად პატივცემულ ლექტორს თავის უპირატესობას. ერთი ასეთი სცენა ოდნავ დრამატულადაც კი დაგვირგვინდა. დრო გადიოდა. დადგა პერიოდი, როდესაც მსგავს დაწესებულებებში ფუსფუსი და ვნებათა ღელვა იმატებს ხოლმე. მოკლედ დადგა სტუდენტური ციებ-ცხელების, ანუ გამოცდების პერიოდი. ჩვენი ნაკითხ ერუდირებული გმირისათვის ეს როგორც იტყვიან გალაღების ხანა იყო. ეს აშკარად იკითხებოდა მის ჩათვლის წიგნებშიც. იკითხებოდა მანამ, სანამ ამ ჩათვლის წიგნებში სრულიად მოულოდნელად, სრულიად გაუგებარი ნიშანი არ ჩაიწერებოდა. როგორც მიხვდით, ჩვენი ღრმად პატივცემული და თავის თავში ღრმად დარწმუნებული ლექტორის ხელით. შემდეგ იყო სავსებით მოსალოდნელი გაოცება და სავსებით მოსალოდნელი სკანდალი, ამ ამბის ასე არ დატოვების მუქარით. მეორე დღეს, უფრო სწორედ საღამოს, სახლში მიმავალი ჩვენი ღრმად პატივცემული ლექტორი შეაჩერა ორმა. ან სულაც სამმა ახალგაზრდამ. არა, გაქვეყნების მიზნით არა. ახალგაზრდების მიზანი იყო მისი ზოგადად შეშინება და მუქარა ინსტიტუტში არასამართლიანი ქცევის გამო.
და აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო. ჩვენს ღრმად პატივცემულ და თავის თავში ღრმად დარწმუნებულ ლექტორს ოდნავადაც არ შეპარვია ეჭვი, რომ ყველაფერია სწორედ ერუდირებულ ნაკითხის სტუდენტის მოწყობილი იყო და სასწრაფოდაც აცნობა ეს ფაქტი ინსტიტუტის ხელმძღვანელობას. სხვათა შორის, იმ საღამოს ჩვენი გმირი აბსოლუტურად სხვა საქმით იყო დაკავებული და საერთოდაც არ აპირებდა მსგავსი ხერხებით ანგარიშ სწორებას. ეს ისე, სხვათა შორის. ღრმად პატივცემული ლექტორი კი არ ცხრებოდა და მიუხედავად იმისა, რომ იმ საღამოს არც ერთი ახალგაზრდის სახე არ დაუნახავს, დაჟინებით და დავეჯითებით ერწმუნებოდა, რომ ერთ-ერთი მათგანი იყო სწორედ ჩვენი ნაკითხ ერუდირებული სტუდენტი. რას იზამ, მას უჯერებდნენ ჩვენს ახალგაზრდა გმირს კი არა. ასე რომ, იძაბება სიტუაცია და ჩვენი სრულიად უდანაშაულო, იმედის მომცემი ახალგაზრდა სრულიად უიმედო მდგომარეობაში აღმოჩნდა. სამწუხაროდ. აი ასეთი ამბები ხდება და სხვათა შორის არც თუ ისე იშვიათია. მე იმედი მაქვს, რომ თქვენ არ გაგიჭირდებათ ამ პრობლემის გადაჭრა. ნებისმიერი სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი და თანაც რამდენიმე. თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ არ დაგავიწყდით ასევე ჩვენი დღევანდელი თამაშისათვის დაწესებული პრიზი. პრიზი, რომელიც ერგება ყველაზე ორიგინალური გამოსავალის ავტორს. ეს არის რადიო მიმღები. ასე რომ იფიქრეთ, ეძებეთ და უბრალოდ გაერთეთ ჩვენთან ერთად. სტუდია მაესტრო აგრძელებს მუშაობას. მე კი ინტერესით ველი თქვენს ზარებს ტელეფონზე, რომელიც იმედი მაქვს არ დაგავიწყდეთ. 36 88 71. დროებით.